პრეზიდენტის გამოსვლით უკმაყოფილო არის საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ზოგადი მოხსენება, რომელიც არც ერთ კონკრეტულ სფეროს არ შეხებია. ასეთია პარლამენტს მიღმა მყოფი პარტიების ლიდერთა შეფასებები. ხელისუფლების ოპონენტებს ასევე აინტერესებთ, რატომ არ არიან დარბაზში მთავრობის წევრები. ოპოზიციისგან განსხვავებით ნეიტრალურია ექსპერტების კომენტარები, პოლიტოლოგების აზრით გიორგი მარგველაშვილმა დღეს საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით სწორი აქცენტები დასვა. სტერილურ გარემოში მყოფი ადამიანის მოხსენება, ასე აფასებენ ქრისტიან-დემოკრატები პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას. მათი თქმით, გიორგი მარგველაშვილისაგან ვერაფერი მოისმინეს ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით. ასევე კითხვის ნიშნებს ბადებს ის ფაქტი, რომ წინასწარ დაგეგმვის მიუხედავად დღევანდელ სხდომას პრემიერ-მინისტრი და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. ეკონომიკაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე საინტერესო ვერაფერი არ გავიგეთ, იმიტომ რომ თურმე პრეზიდენტს, რომელიც თავის დროზე განათლების მინისტრი იყო, დღემდე ჯერა რომ განათლებაში ყველაფერი კარგად არის სიტუაცია. თურმე სოფელში ყველაფერი დალყენილია და ცხოვრების დონე გაიზარდა, ჩავიდეს ერთი სოფელში რო არის გამოკეტეული, სტერილურ გარემოში რო ამყოფებენ ამ პრეზიდენტს, ჩავიდეს და ნახოს სოფელში როგორ ცხოვრობენ. არაფრის მთქმელი წყალწყალა გამოსვლა, ასეთია კახა კუკავას შეფასება. პრეზიდენტის კრიტიკის მთავარი მიზეზი თავისუფალი საქართველოს ლიდერისათვის საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეითი ასეულის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის საკითხი გახდა. გამოსვლის დასაწყისში მან აღნიშნა, რომ არანაირი უფლებები პრეზიდენტს არ აქვს და ეს ალბათ იყო შესავალი გლახის ნაამბობისათვის, რომ შესაბამისად მას არ შეძლო არც შეკითხვაზე პასუხის გაცემა. მე უყურებდი და მქონდა ნეიტრალური განწყობა ამ ადამიანზე, გასაგებია რომ არაფერი არ არის დამოკიდებული, მაგრამ აი ამ გამოსვლის ბოლო მონაკვეთმა ნამდვილად გამოიწვია ჩემში ძალიან დიდი პროტესტი და გიორგი მარგველაშვილმა უნდა იცოდეს, რომ მის კისერზე იქნება თითოეული ჯარისკაცის თითოეული წვეთის სისხლი, რომელიც დაიღვრება სადღაც შორს ტუარეგების, ფუნდამენტალისტებისა და კიდე რომელიღაცა ტომების ბრძოლაში. ახალი მემარჯვენეების პოლიტიკურმა მდივანმა პრეზიდენტში დღეს არბიტრი ვერ დაინახა. მანანა ნაჭყებია გიორგი მარგველაშვილისაგან აღმასრულებელი ხელისუფლების მისამართით შენიშვნებსა და კრიტიკას ელოდა. უკრაინასთან დაკავშირებით მისი შეფასებები ბევრად უფრო მკვეთრი უნდა ყოფილიყო. დამრჩა დაუკმაყოფილების გრძნობა, რომ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც უნდა იყოს არბიტრი, არ აქვს არც ერთი შენიშვნა აღმასრულებელი ხელისუფლების მისამართით. მინისტრებმა, სამინისტროს თანამშრომლებმა მიიღეს ორმაგი და სამმაგი ანაზღაურებები და პრემიები და ის არ თulis, რომ ამასთან დაკავშირებით ხელისუფლება მის კრიტიკას იმსახურებდა. პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე დღეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის ლიდერმაც გააკეთა. შალვა ნათელაშვილმა გიორგი მარგველაშვილი მოსმენის გარეშე ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე გააკრიტიკა. მე თანაგრძნობას უცხადებ ამ პიროვნებას, რადგან ალაპარაკებენ იმ საკითხზე, რაზეც არაფერს არ ეკითხებიან არასოდეს, არც კითხავენ საუბარს. რა შეკითხვა უნდა მქონდეს ახლა ტაილანდის პრემიერ-მინისტრს? ის ვერაფერს ვერ უწყვეტავს საქართველოს. ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ პრეზიდენტმა პარლამენტში პირველი გამოსვლისას საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სტრატეგიული აქცენტების დასმა მოახერხა. ერთადერთი სწორი გზა მოიძებნა ზოგადი სტრატეგიული აქცენტების გაკეთების მიმართულებით და გაკეთდა სტრატეგიული აქცენტები როგორც საგარეო ურთიერთობებზე, ისე საშინაო მდგომარეობაზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გზავნილი, რაც მე ვფიქრობ, რომ ეს არის როგორც საქართველოს მოსახლეობისადმი, ასევე მთელი მსოფლიოსადმი, რომ ჩვენი სწრაფვა ევროპისაკენ, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ჩვენი სწრაფვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისაკენ. ეს არ არის არც კონიუნქტურით გამოწვეული მოსაზრება და ეს არ არის არც გაერთიანება ვინმეს წინააღმდეგ. ეს არის საქართველოს მშენებლობის ერთადერთი სწორი გზა. არასაპარლამენტო ოპოზიციამ დღეს თვითმმართველობის არჩევნებზეც ისაუბრა, რომელიც პრეზიდენტმა 15 ივნისს დანიშნა. მათი ნაწილი ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს კოალიციად ჩამოყალიბებასა და მერობის საერთო კანდიდატების დასახელებასთან დაკავშირებით მართავს.